ეს არ არის ხერხემლის გაწელვა და შეიძლება საშიშიც კი იყოს ხერხემლის გაჭედვა წელის დისკის თიაქრის გაუარესება. ამ ვიდეოში მე გასწავლი როგორ გააწელო ხერხემალი უსაფრთხოდ სახლში მარტივი გზით, განსაკუთრებით თუ გაქვს დისკის თიაქარი ან ართროზი წელის არეში. და რაც თავარია, ნახავ რომ არ არის საჭირო იყო ახალგაზრდა გამხდარი ან კონდეს დიდი მოქნილობა, რომ გააკეთო ეს გაწელვა და დაასვენო ხერხემალი. როცა ცდილობთ ხელებით ფეხის თითებს შევეხოთ, გაწელილი მუხლებით, წელავთ ფეხის უკანა კუნთებს და ვძაბავთ ხერხემალს. სინამდვილეში ესეთი ტიპის გაწელვა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია უსაფრთხო შენი ხერხემლისთვის. როცა შეგიძლია წინ გადაიხარო და შენი ხერხემალი თითქმის სწორი რჩება, თითქმის უღუნავი. მაგრამ თითქმის ვერავინ ახერხებს ამას. ადამიანების უმეტესობა ასე აკეთებს. და სინამდვილეში, რაც უფრო მეტად იხრება შენი ხერხემალი, მით უფრო საშიშია ეს შენთვის. ეხლა მე გაჩვენებ ნამდვილი გაწელვას ხერხემლისთვის. კიდევ უფრო მეტსაც გავაკეთე. ამ ვარჯიშს გასწავლი ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისი შესრულება ძალდატანების გარეშე. საიდუმლო აქ ისა, რომ არ უნდა სცადო ზედმეტად გაწელვა. გაწელვა უნდა გავდეს იმ შეგრძნებას, როცა დილით იჭიმებ. როცა იღვიძებ და იჭიმები, გძნობ რომ იჭიმები, მაგრამ ეს სასიამოვნო გაწელვა. არ აძალებ, არ გტკივა. სასიამოვნოა, კარგია ეს შეგრძნება, ხო ასე? ასე რომ ამ შეგრძნებაზე გაამახვილე ყურადღება. დაიწყე სკამის წვერზე უფრო წინ დაჯდომით. ეცადე ისე დაჯდე, რომ საჯდომი უფრო აწეული კონდეს. ფეხები იატაკზე დადე, ფეხები განზე გაციე, მუხლები განზე გაციე. წინ დაიხარე, მოდუნდი. მოდუნდი ხელების დახმარებით, კარგი? გახსოვდეს, ძალით არ უნდა გააკეთო. წავედით, აი ასე. ამოისუნთ. წინ დაიხარე, იდაყვები დაეყრბენი, ამოისუნთქე. დაიხრები მანამ, სანამ ზურგში გაწელვის შეგრძნება არ გექნება. კარგი? დაიჭირე კოჭი, დაიჭირე ფეხი. თუ შეძლებ, შეეხე იატაკს და უბრალოდ მოდუნდი. ყურადღება, თუ თავი აწეული გაქვს, ნიკაპი წინ გაქვს გაწეული, სცადე მოდუნდე. თუ გიჭირს, შეგიძლია ასე გააკეთო. თავი დააქნიე, თითქოს კის ამბობ. სუნთქვასთან ერთად. აი ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და მოდუნე თავი. დარჩები ამ პოზიციაში, ზურგის გაჭიმვის მდგომარეობაში. ნელა და მოდუნებულად ისუნთქებ 30 წამიდან 1 წუთამდე. შემდეგ ნელა ამოიწევი, ასევე ხელების დახმარებით, ნახე ასე. დაიჭირე ფეხი ან კოჭი, ინდაყვი დააყრდენი მუხზე, ნელა და აუჩქარებლად შენს რიტმში ამოიწი. აქ კი სცადე გაასწორო შენი ხერხემალი, თითქოს ქვემოდან ზემოთ აწყობდე მას. შემდეგ გააკეთე მოდუნებული სუნთქვა და მითხარი, რას გრძნობდი. რა კარგი რამეა. და რო კიდე უფრო გააუმჯობესო შენი ხერხემალი, გასწავლი 4 მოძრაობას, რომელსაც მე ვაკეთებ ძილის წინ, რომ მოვამზადო ჩემი ხერხემალი დასვენებისთვის და დილით არ გავირღვიძო დაჭიმები. შენ უბრალოდ უნდა დააკლიკო აქ ეკრანზე. და თუ დღეს დაგეხმარე, არ დაგავიწყდეს, ეს ვიდეო გაუზიარო ვინმეს, ვისაც ტკივილი აქვს ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს. ეს მხოლოდ ისაა, რასაც გქო, გაავრცელე ეს ვიდეო, რომ მივიდეს და დაეხმაროს მათ, ვისაც სჭირდება. მე ავ დაგემშვიდობები, დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.